სად შევიძინე სათბური? ეს არის ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, რაც ჩემი პატარა სოფლის მეურნეობის ბიზნესი დავიწყე. სოფლის მეურნეობის რა, სოკო მაქვს შინ ჩამოკიდებული. ხო და მე მინდა დღეს გაგცეთ პასუხი, სად შევიძინე სათბური არის ერთ-ერთი ვებსაიტი, რომლის ლინკსაც აუცილებლად დავდე ვიდეოს აღწერაში. შედით, იყიდეთ ფანტასტიკური სათბური, დამიჯერეთ ხა ეს რეკლამისთვის არ ვაკეთებ მართლა, იმიტომ რომ არ მჭირდება. ჩემი ცოტა წუხილები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენად შეიძლებოდა ტემპერატურის შენარჩუნება ამ სათბურში და აღმოჩნდა, რომ მართალი კონდენსიონერი მაქვს ჩამოკიდებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტემპერატურას, რომელსაც დავარეგულირებ ხოლმე, აგერ არის მარეგულირებელი, ამ ტემპერატურას და ტენიანობას რომ დავარეგულირებ ხოლმე, არასოდეს ზედმეტი ან ნაკლები არ არის. ზუსტად იმას ინარჩუნებს, რაც ჭირდება. ძალიან მაგარი რაღაცაა. პატარაა და სხვათა შორის ძალიან იაფი ღირს, მინდა გითხრა. ნახავთ თქვენ ვიდეოში მაგის აწყობის თემებს, მე და მამაჩემა ისე უცებ ავაწყეთ სათბური ეს დაახლოებით 1 საათი თუ საათნახევარი დამჭირდა ამ სათბურის აწყობა. ეს არის დაახლოებით 18 კვადრატიანი, არის კიდე სხვები პატარებია და 10 კვადრატიანები, თუ ხდები 6 კვადრატიანებიც აქვთ და მოკლედ შეგიძლიათ ჩვეულებრივად შეუკვეთოთ სათბური. ხო და კიდე მაგარი რა არიცი? პრომოკოდის საშუალებით, ჩემი პრომოკოდის საშუალებით, კახი პასუ, რა თქმა უნდა ვიდეოს აღწერაში დავდებ ამას აუცილებლად. შეგიძლიათ 5%-იანი ფასტაკლება მიიღოთ. ანუ მართლა ხო და 5%-იანი ფასტაკლება შეგიძლიათ მიიღოთ ჩემი პრომოკოდით, რომელიც მართლა არ ღირს ძვირი. ეს სათბური 597 ლარი თუ 514 ლარი თუ რაღაც ეგრე დამიჯდა. რა თქმა უნდა, რაღაცები დავაყენე, ნახავთ მე ვიდეოში კონდენსიონერს, წყლის სისტემას, განათებებს და რაღაცებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ოკეი, ეგ თქვენი ამბავია. რაც თავარია, ტემპერატურას ინარჩუნებს, რაც ყველას ძალიან მაინტერესებდა. ტენიანობას ინარჩუნებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი სოკოებისთვის, ნახავთ მე რიგ სოკოებს და იაფია. და აწყობა არის ძალიან მარტივი. ეგ არის ყველა ერთ-ერთი მე და მამაჩემა, რომელსაც მაგრამ დილეტანტები ვართ, საერთოდ არასოდეს სათბური ცხოვრებაში არ აგვიწია. უცებ საათნახევარში, 1 საათში ავაწყეთ მშვენივრად გავმართეთ ლამაზად, აწყობის პროცესს ნახავთ, მარტივია, ბოლდ გაიკაზია. ხო და მოკლედ ესე შევუკვეთეთ, ჩემო კარგო. რაც შეეხება გამომიწერეთ აუცილებლად ჩემი გვერდი გამოიწერეთ, გააზიარეთ ეს ვიდეო, დამაფოლოვეთ, დააკომენტარეთ, რა ვიცი, ყველაფერი რაც შეიძლება გააკეთეთ, რომ ბევრმა ხალხმა ნახოს ამ სათბურის შესახებ, იმიტომ რომ მართლა ბევრ ადამიანს აინტერესებდა რა ღირს. რა ღირს. სად შევიძინე. აბა ნახეთ. საიტზე შეკვეთის გაფორმების შემდეგ ოპერატორი დაგიკავშირდებათ, ოპერატორი დაგიკავშირდებათ, ცოტა მაშინ უნდა ახსენოთ ჩემი პრომოკოდი კახი პასუ და მიიღეთ 5%-იან ფასტაკლებას. ძალიან მარტივია აწყობა, ნახეთ, აბსოლუტურად ყველაფერი არის იდეალურად, თავის ფორმებით, უბრალოდ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა მიიღოთ ინსტრუქციას. ეს მამაჩემია, ვაწყობთ სათბურს, ერთმანეთში ემაგდება და ბოლდ გაიკით, ჭანჭიკებით, რა ქვია მაგას კაცო, მაგით არის დაჭერილი ყველაფერი რა და სხვათა შორის მაინტერესებდა ქარში რა სიზამდა. ხა და იმ დღეს იყო ძალიან მაგარი ქარი და ძროა რუქნია ვაფშე ამას. ძალიან მყარია, ესეთ კარგი რაღაც, კაი კონსტრუქცია რა. ხა ეს ჩემი სოკოებია, ჩამოკიდებულია, ჯერ 5 დღეა რაც ჩამოკიდე შესაბამისად. ბევრს ჯერჯერობით არაფერს არ ველოდები, წყლის გაყვანილობა რა თქმა უნდა, თავის განათებებით და ტემპერატურის საზომით, ტენიანობის საზომით, ელექტროენერგია მიყვანილი და ჩემი პირველი შედეგი.